გამარჯობათ შემოძვირფასებო. ვაგრძელებ პასუხის გაცემას თქვენს კითხვებზე. შემდეგი კითხვა ასეთი იყო, რაც დღეს ავირჩიე. როგორ დავიცვათ თავი გარემო პირობების ნეგატიური გავლენისგან? ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან და საუბრის დროს არ მახსოვს ვინმეს არ ეკითხოს ეს კითხვა. ხაც უნდა როგორ დავიცვა თავი ნეგატიური ადამიანებისგან? აი ზოგი ისეთი ვამპირია, ენერგოვამპირის რაღაცა ტერმინი გვაქვს სულ ყველას ნასწავლი ერთად და აი გძნობ რა რომ მთელი ჩემი ენერგია იმას მიაქვს და აი გმასწავლე რა აუცებ სანამ გადავიდოდეთ სხვა თემაზე როგორ ჩავკეტო. არ ვიცი ჩაკეტები როგორ ხდება, არ ვიცი სხვას თუ აქვს მსგავსი მეთოდები, ხშირად გამიგია ხოლმე როგორ უნდა ჩავკეტოთ ჩვენი ჩაკრები. არ ვიცი, ჩემთვის ეგ მაინც გონივრული არ არის, ყოველ შემთხვევაში ეგ ჩემი სიმართლე არ არის, მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ის გასწავლოთ, რაც მე ვიცი. იმისთვის რომ ამ კითხვაზე ცოტა უფრო დამაკმაყოფილებელი და სრულყოფილი პასუხი მოგცეთ, მე მინდა რომ თავიდან რაღაცა სურათი შევქმნა, ისეთი სურათი, საიდანაც რომელის გადმოსახედიდანაც უფრო ადვილი იქნება იმისი გაგება, რისი თქმაც მე მინდა. ცოტა შორიდან დავიწყებ. ლაბორატორიაში ჩაატარეს ასეთი ცდა. აიღეს ერთი და იგივე უჯრედები გაყვეს შუაზე და მოათავსეს ორ სინჯარაში. ერთი უჯრედის სინჯარაში უჯრედების წინ ნიტრატები მოათავსეს იგივე სინჯარაში და მეორე სინჯარისში უჯრედების წინ მოათავსეს ტოქსინები. და ეს დააბრუნეს ინკუბატორში. რამოდენიმე საათის შემდეგ სურათი იყო ასეთი. იქ სადაც ნიტრატები იყო, ანუ საკვები, უჯრედები გაიხსნენ და მისკენ გადაადგილდნენ. და იქ სადაც ტოქსინები იყო მოთავსებული, უჯრედები მისგან უფრო მეტი დისტანცია გაიჩინეს და დახურულები იყვნენ. ადამიანის ორგანიზმს აქვს შესაძლებლობა ორ მდგომარეობაში იყოს. ან უნდა უჯრედები გახსნილი იყოს და მუდმივად იზრდებოდეს, იქ უნდა ხდებოდეს ზრდა კვების ხარჯზე. ან კიდე უნდა იყოს დახურული და უნდა იყოს ბრძოლის მდგომარეობაში გადასული, რაც გამოიხატება თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლით. ეგ ორი პროცესი ერთდროულად არ ხდება, ან ერთი უნდა ხდებოდეს, ან მეორე. როცა ადამიანში სტრესული მდგომარეობაში ჰიპოთალამუსის საშუალებით, რომელიც გარემო პირობიდან, მაგალითად, ეხლა სტრესული დაძაბული მდგომარეობა. ჩვენ სხეულში აღქმა ხდება ჰიპოთალამუსიდან, რომელიც გადასცემს პირველ რიგში ამ ინფორმაციას ჰიპოფიზის მასტერ ჯირკვალი, რომელიც არის ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც მე ზღაპრებში ფინიოს ვეძახი ხოლმე. იქიდან ხდება 50 ტრილიონ უჯრედს გადაეცემა იგივე ინფორმაცია და უჯრედები იხურება. შეიძლება ძალიან ბევრს ეგონოს, რომ ზრდა ხდება მხოლოდ ბავშვობის ასაკამდე, გარკვეულ ასაკამდე და მერე ჩერდება უკვე. და რა თქმა უნდა, მასე არ არის 100 წლის ორგანიზმშიც ზრდაში ის იგულისხმება, რომ ადამიანში მუდმივად ყოველდღიურად წარმოედგინეთ მილიარდობით უჯრედი კვდება და ის უნდა ჩანაცვლდეს ახალი უჯრედით. მაგას სჭირდება სისტემატიური ზრდა, სისტემატიური კვება იმისთვის, რომ მკვდარი უჯრედი ჩანაცვლდეს ახალი უჯრედით. ამიტომ ზრდის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მაგრამ როცა ადამიანში სტრესული მდგომარეობა ზრდის პროცესში მაშინვე წყდება და ძველი უჯრედები, მკვდარი უჯრედები ახალით არ ჩანაცვლდება, ამიტომ ორგანიზმი გახსნილია იმისთვის, რომ დაავადება გაჩნდეს მასში. და აი როგორ. როცა სიგნალი გადაეცემა თირკმელზე და ჯირკვალს, იქიდან გამოიყება სტრესის ჰორმონი, რაღაც საშიშროება, რაღაც ამ სიგნალიდან, რომელსაც გარემო პირობებით აღვქვათ. ან ვიღაცა ელემენტარულად აუცილებელი არის ვირუსი იყოს, მაგრამ ჩემს წინ დგას ესეთი ადამიანი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ნეგატიურია, ენერგოვამპირი. ახლა ჩემში როცა ესე აღვქვავ სამყაროს, როგორც ნეგატიურს რა ხდება.
როცა თითქმის და ჯირკვლიდან გამოიყება სტრესის ჰორმონი, რომელიც ცნობილია როგორც კორტიზოლი. კორტიზოლი რა შვება? სისხლში რომ გადადის, როგორც წესი მოშვებულ მდგომარეობაში, სისხლის უმეტესი ნაწილი არის შინაგან ორგანოებში, რომელიც სისტემატურად ხმარდება ზრდას, კვებას, გამრავლებას, სიცოცხლეზე იხარჯება. როცა კორტიზოლი გამოიყოფა, სიძაღობი ვიწროვდება მაშინვე და სისხლის შინაგანი ორგანოებიდან გადაადგილდება პერიფერიებისკენ, განსაკუთრებით კიდურებისკენ, მკლავებისა და ხელებისკენ და ადამიანი მოდის ბრძოლის მდგომარეობაში. მაშინვე გუჩდება, რატო გუჩდება ხოლმე ვიღაცას რო გავიფიქრებთ ნეგატიურად და მაშინვე აგრესიული დამოკიდებულება გუჩდება. არა, ეს ადამიანი არ ჩენს ჩემში აგრესიას. ეს ადამიანი არ აჩენს შენში აგრესიას. უბრალოდ შენ არ იცი შენი ორგანიზმი და რადგანაც ჩემი კითხვებზე პასუხის სერიები და საერთოდ რასაც ვაკეთებ, მთელი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ნელ-ნელა შევიცნოთ საკუთარი თავი. დავიწყოთ თუნდაც ბიოლოგიურად, იმიტომ რომ არაფერი ჩვენში ერთმანეთსაგან გამოყოფილი არ არის და ყველაფერი გავლენას ახდენს. ემოცია იქნება მენტალური მდგომარეობა, შესაბამისად აირეკლება თუ ჩვენი სულიერი შინაგანი მდგომარეობა, ყველაფერი აირეკლება ჩვენს სხეულზე, სადაც იცვლება ქიმიური ბალანსი და შესაბამისი რეაქცია გვაქვს. გარდა ამისა, კორტიზოლით საშუალებით, ესე იგი, ამ დროს მცირდება იმუნური სისტემის სიძლიერე ორგანიზმში და აი რატომ. მშვიდობიან მდგომარეობაში ენერგიის ჯერ ერთი იმუნურ სისტემას არ სჭირდება ბრძოლა და მერე აღდგენაზე არ სჭირდება ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის 80%. მაგრამ როცა კორტიზოლია გამოყოფილი, იმუნური სისტემა განსაკუთრებულ დატვირთვაშია და კარგავს ენერგიას, რომლის აღდგენაც ვერ ხდება. ნებისმიერ ადამიანში არსებობს ყველა ვირუსი, ყველა ბაქტერია და ყველა დაავადება, რაც კი შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ. მაგრამ ჩვენ არა ვართ დაავადებულები, ყოველ შემთხვევაში უმეტესობა. ან ყველა დაავადებით არა ვართ დაავადებული. რატო? იმიტომ რომ იმუნური სისტემა გვიცავს, ის თავის სამუშაოს ასრულებს. მაგრამ როგორც კი სტრესის ჰორმონი ჩნდება, ჩვენ უკვე შემავალები ვართ დაავადებების მიმართ. და აი რას აკეთებს გარდა იმისა, რომ ზრდა ნელდება მაგ დროს, ანუ სასიცოცხლო ფუნქციები ნელდება, მცირდება, მკვდომისკენ მივდივართ, დაავადებები ჩნდება, იმუნური სისტემა სუსტდება. კორტიზოლის საშუალებით სისძაღობი, რომელიც ტვინშია, მზევით, ესე იგი, შევიწროების დროს წინა ტვინიდან სისხლი უკან გადაიტყორცნება, უკანა ტვინისკენ. წინა ტვინით ხდება აღქმა, გაცნობიერება. და როცა ადამიანში სისძაღობი შევიწროებულია სტრესის მდგომარეობაში, ნახეთ როგორი რაღაცა ხდება. სისხლი გადადის ძირითადი ნაწილი სისხლისა ტვინის უკანა ნაწილში გადაადგილდება და უკანა ნაწილი არის ყველაზე ძველი ტვინი, რომელიც არის ცხოველური წარმოშობის, რაც არის მასთან არის უკანა ტვინთან დაკავშირებულია ჩვენი რეაქტიული ქმედებები. და ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში გონივრულ გადაწყვეტილებას ვერასოდეს ვერ იღებს. იცით, საკმარისი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ჩვენი სტრესის დონე, ადამიანს სჭირდება სიხარული და ბედნიერება. ჩემს მოსწავლეებს ესე ვუხსნი ხოლმე, ყველა მიცის სკოლიდან საკოორდინატო წრფე რა არის, მინუს უსასრულობა შუაში 0-ია და მერე პლუს უსასრულობა იზრდება. საკმარისი არ არის, რომ ნეიტრალში გადმოვდიოდეთ ის, სადაც 0-ია. ანუ როგორ აკეთებს, როგორ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანი თავის თავზე, რომ აკონტროლოს თავისი სტრესის დონე. იმიტომ რომ სტრესულ მდგომარეობაში შემავალები ვართ ზუსტად იმისთვის, რასაც გავურბივართ და ყველაზე ცუდ არასწორ გადაწყვეტილებებს მაშინ ვიღებ. ამიტომ არანაირად გონივრული არ არის, რომ გარედან ნებისმიერი ნეგატივის შემთხვევაში მეც ნეგატივ ტალღაზე გადავიდე. მაშინ რანაირად შეიძლება, რომ სხვას ვურჩიო იყოს პოზიტივი, როცა მე ჯერ თავად არ მაქვს გაკეთებული, ხო?
როგორ გადმოვდივართ, ჯერ ნეიტრალში უნდა გადმოხვიდე და ეგ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს სრულყოფილი და კარგი ხარისხის ცხოვრება ჰქონდეს ნეიტრალში დგომა. ნეიტრალში გადადიხარ ესე, რაც გინდა ხდებოდეს. შენს თავს უნდა შეახსენო სიმართლე. იმიტომ რომ ნეგატივი ჩნდება არასწორი ხედვიდან და არასწორი მოსაზრებებიდან. ყველაზე ელემენტარული სიმართლეს იმას თუ შეახსენებს ადამიანი, სადაც არის და როგორც არის, მოსაზრებების გარეშე, ანუ ფიქრის გარეშე, ყოველთვის ვარ დაცული და კარგად. ამ მომენტში, ამ სიტუაციაში თუ იმას გავიხსენებ, რომ სადაც ვარ, მიწა ფეხქვეშ არ მეცლება და ამ მომენტში ჯანმრთელად ვარ, სუნთქვის რიტმს მაინც აღიდგენ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა სუნთქვა და მე თქვენ უკვე გითხარით, რომ ღრმა სუნთქვის დროს ტვინი და გული იწყებენ ერთნაირი ვიბრაციის სიხშირეზე, ერთნაირი ენერგიის სიხშირეზე ვიბრირებას, რაც ადამიანში ჰარმონიულ მდგომარეობას აღადგენს და მაშინვე სტრესის დონე იკლებს. მოსაზრებების და ფიქრების გარეშე ეს მომენტი არის ყოველთვის არაჩვეულებრივი, ეს მომენტი არის ყოველთვის დაცული, ეს მომენტი არის ყოველთვის კარგი. მაგრამ მაგ მდგომარეობაში ყოფნა, რაც გინდა იყოს სიტუაცია, ის რომ შენს თავს შეახსენო, თქვა ზოგს შიშები აქვს, ზოგს ფოთვები აქვს, ზოგს ეშინია, რომ ამ წუთში გული წამივა და მე მოვკვდები. თუ იმას შეახსენებ, რომ არასოდეს მსგავსი გამოცდილება არ გქონია და გულწასული გულის წასვლით დაღუპული ადამიანების ისტორიაც ფაქტიურად არ არსებობს, ხო, ან რაც რეალობაში არ ხდება მასე. თუ გული შეიძლება ადამიანს გული წაუვიდეს, მაგრამ იმას მოასულიერებენ, მაგის გამო არავინ არ იღუპება. ანუ ელემენტარული სიმართლით, ხო, იმ განცხადების გაკეთებით შენ უკვე რეალობაში გადმოდიხარ, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს, ცხოვრობდეს მაღალი ხარისხით, ადამიანი ცხოვრობდეს თავის სრულყოფილ ცხოვრებას. ნეიტრალიდან უკვე ადამიანი, ჯერ ეს საფეხური აუცილებელია, რომ გაიარო, მაგრამ ნეიტრალიდან ადამიანი უკვე უნდა მიეჩვიოს იმას, რომ თავისი ფიქრები, თავისი მენტალური შესაძლებლობები, თავისი ემოციური შესაძლებლობები დაუქვემდებაროს თავის ნებელობას. იქ უნდა გახდე სწორი შემოქმედი და შენი ფიქრები ქაოსურად კი არ უნდა ხდებოდეს. შენ როგორც გინდა, ისე უნდა გააკეთო განცხადებები, რაც გინდა რომ ხვალინდელ დღეში შენს ცხოვრებაში ხდებოდეს და შენს გარშემო ხდებოდეს, შენს ოჯახში იქნება, ქალაქში იქნება, ქვეყანაში თუ პლანეტაზე. იცი 5 წუთი უნდა დაუთმო მაგას იმისთვის, რომ ის განცხადებები გააკეთო. ჩემი სინამდვილე და რეალობა არის ასეთი, რომ მე ყოველთვის ვცხოვრობ ჩემი სხეული ჯანმრთელია, ჩემს ოჯახში არის ჯანმრთელობა, ჩემი ქალაქი და საზოგადოება არის ჯანმრთელი ხედვის პლანეტაზე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. და იცით, ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ესეთი აგდებული დამოკიდება. რადგანაც კარგს ვიტყვი, იმიტომ კარგად მოხდება. არა, რადგანაც უბრალოდ სიტყვებს ვიტყვი, მაგიტომ კარგი არ მოხდება, მაგრამ თუ ნელ-ნელა შევეჩვევით, რომ ჩემში, ჩემს არსებაში პატრონი ვარ მე და რაც ხდება იქ უნდა ვიყო ვაცნობიერებდე და იმას უნდა ვიყენებდე ჩემი საუკეთესო კარგისთვის და ქაოსურად არ უნდა ხდებოდეს ჩემს სახში ყველაფერი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. კი, როცა მასეთ ადგილას დადგები, როცა პატრონი ხარ და მიეჩვევი იმ ამბავს, რომ შენზეა დამოკიდებული როგორი შემოქმედი იქნები შენი ხვალინდელი რეალობის, კი, მერე სიტყვებს უკვე იქ გამოიყენებს, სიტყვასაც ემოციასთან ერთად. რასაც იგრძნობს ადამიანი ემოციურად, ის უკვე მისი სიმართლეა. სამყარო კითხულობს ჩვენს ემოციას და არა ხური არა აქვს მოდებული რა სიტყვას ვამბობ, მაგრამ ის სიტყვა არ არსებობს ემოციის გარეშე. როცა რაღაცა განცხადებას აკეთებ და აქ უკვე affirmation-ებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიცვალა თავისი ცხოვრება. ოღონდ პასუხისმგებელი უნდა იყოს შენში რა ხდება და როგორი ფიქრები ხდება, როგორი ემოციები ხდება, 5 წუთი კი არა. მაგისი დრო უნდა გაიზარდოს, ფაქტიურად უნდა გამოიღვიძო, სანამ ადამიანი ფიზიკურად მღვიძარე მდგომარეობაშია, თავის ცნობიერებაშიც უნდა ეღვიძოს და უნდა ძალიან ჰქონდეს გაცნობიერებული რაზე ფიქრობს. იმიტომ რომ ჩვენში რა სიმართლეც არის, რასაც გავხსნით საკუთარ თავზე,
ზუსტად იმას ავრეკლავთ მთელ სამყაროზე. სხვა სამყარო არ არსებობს და კიდევ იცით რა უნდა გავითვალისწინოთ. რისიც მიჯერა და რა სიმართლეც ჩემშია. მე იმას ვასწავლე. იმიტომ კი არა რომ ყველანი მასწავლებლები ვიქნებით. უბრალოდ სხვა სინამდვილე მანდ არ არსებობს. რისიც მიჯერა მე იმისი მატარებელი ვარ ენერგეტიკულად, მენტალურად, ემოციურად, სულიერად, ფიზიკურად. იმას ვასხივებ, იმას ვასწავლე. სხვანაირად ვერ შეძლებ. კარგი გოგო არასოდეს არ ცდილობს რომ იყოს კარგი გოგო. კარგი გოგო უკვე არის კარგი გოგო, იმაზე საერთოდ არ აფიქრობს და იმას ასხივებს, იმ ენერგიის მატარებელია. მისთვის სამყარო მეგობრულია. რა თქმა უნდა, რასაც მე ვლაპარაკობ, მანდ ესეთი დიდი ნახტომის გაკეთება უცებ ქაოსური მდგომარეობიდან უცებ და უცებ ნეტარებაში ხარ და შენში ბედნიერება და სიხარული ჩნდება და ის აღარ ქრება. ასეთი რამე შეიძლება ერთეულებისთვის არსებობს, მაგრამ დანარჩენი ჩვენთაგანს მოგზაურობა სჭირდება და ნაბიჯ სიარული მაგბედნიერებისკენ და პატარა პრაქტიკული გამოცდილებები ყველას გჭირდება იმისთვის, რომ რომელ გზასაც დაადგები, გჭირდება მაქსიმალური ზრდა. როცა ლაპარაკია საკუთარი თავის შეცნობაზე და როცა ლაპარაკია რომ მე უნდა მივიწოს და უნდა ვიცოდე რაზე ვფიქრობ და რას განვიცდი და იმის ფლობა უნდა შემეძლოს, ნებელობა ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული და ვარჩევდე ისეთ წინადადებებს, ისეთ სიტყვებს, ისეთ ემოციებს, უნდა ისეთი ხედვა გავიჩინო, რაც მთელ სამყაროს ლამაზ გახდის და დავინახავ იმ სინამდვილეს, რა სინამდვილითაც შექმნილია მთელი სამყარო. მაშინ მაგაზე პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და გარდა პასუხისმგებლობისა მაგას სჭირდება პრაქტიკა. შრომის გარეშე არაფერი არ მიიღწევა ამ ქვეყანაზე. მინდა რომ პატარა მედიტაცია შემოგთავაზოთ ხოლმე ყოველი კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ. ძალიან გთხოვთ, გაექცევით ნურაფერს და ნურავის ამ ქვეყანაზე. გაქვთ იმისი წარმოდგენა, რომ სადღაც ჩაიკეტებით და სადღაც გაიხსნებით. არ ვიცი, მე ასეთი რამე ჩემს რეალობაში არ არსებობს. მე ვიცი მარტო ადამიანი უნდა იყოს გახსნილი და უნდა იყოს მზარდი. თუ გინდა რომ სიცოცხლე მთელი სიგრძე სიგანით იმისი აღქმა, განცდა და რეალობა გქონდეს და იყოს შენი ერთადერთი და ნამდვილი სიმართლე. ნურაფერს გაექცევი. უბრალოდ სიყვარულით მოусმინე. ნებისმიერ ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. შენ გაარკვიე შენი რა არის. და იმ სიმართლის გაძლიერება პატარა მეთოდებით, პრაქტიკით. ლოცვა იქნება, მედიტაცია იქნება, მარხვა იქნება, თუ ჩანთიგი იქნება, თუ 1000 რაღაცა არსებობს ამ ქვეყანას და ნენელა პატარა მეთოდებს ყოველთვის შემოგთავაზებთ ხოლმე და ყოველთვის მოგაწვით. ოღონდ ეს არ არის მარტო ერთხელ მოსასმენად, ამას სჭირდება პრაქტიკა ყოველდღიური. სისტემატიურობაზე მნიშვნელოვანი არანაირ ზრდაში არაფერი არ არის. პირველი არის სისტემატიურობა და ცნობიერება. და ადამიანს შეუძლია ულიმიტობამდის გაზრდა. ჩვენს გარშემო რაც ხდება, იმას ვერასოდეს ვერ დავაკონტროლებთ, მაგრამ ჩვენს პასუხისმგებლობაში ავიღოთ ის, როგორი დამოკიდებულება მექნება იმ გარემო პირობებთან, რა გარემო პირობებშიც მე ვცხოვრობ და მაგას მაგრიალობას ვერ გავექცევით. ადამიანი არის საზოგადოებისთვის დაბადებული და ჩვენ მივეკუთვნებით საზოგადოებას და ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად ეხლა ინდივიდუალურად დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ შევქმნათ მაქსიმალურად კეთილი და მოსიყვარულე საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენი ლიმიტი უაზროდ და ქაოსიდან ცხოვრების ამოიწურა. თუ სასწრაფოდ არ შევცვლით, არ გადავალთ, ისევე როგორც აი სიმჯარაში ცდის დროს არ არსებობს ერთდროულად ადამიანში ხდებოდეს ზრდა და თან თავდაცვის და ბრძოლის მოქმედებაში იყოს. ან ერთი არის, ან მეორე.
ზუსტად ესევე არ არსებობს შიში და სიყვარული ერთდროულად ხდებოდეს. შიშიდან აღქმული სამყარო არის არარეალური და არის ძალიან მტკივნეული. და იქიდან ომის გარდა სხვა რეალობა არ არსებობს. მაგრამ მივედით უკვე იქამდე, რომ მაგ რეალობაში განამარტო ინდივიდუალურად როგორც რასა შეიძლება დავიღუპოთ. ამიტომ სხვა გზაც არ აქვს, მაგის ფუფუნება უკვე აღარავის აღარ დაგვრჩა, რომ დრო გავწელოთ კიდე. ვერც იმას ვერ გავაკეთებ, რომ ჩემს გარეთ ვინმე ან რამე შევცვალო, ან გარემოება ან მეორე ადამიანი ნეგატიური, ამიტომ რა შეიძლება რომ გავაკეთო? ჩემს ნეგატიურობას მივხედო, ხო? და ის მაინც გადავამოწმო, რამდენად ადვილია იმისი შეცვლა, რასაც სხვებს ვდიქტატორებ და ვეუბნები ეს შეცვალე. ახლა ჯერ მე შევცვლი, ვნახავ რამდენად შესაძლებელია, რამდენად ადვილია, როგორი მეთოდები შეიძლება იქ აღმოვაჩინო, რამდენად გავამარტივო ის, რომ მე სხვა შევთავაზო, რომ იცი, რაღაც ესეთი რაღაცა ვცადე ჩემს თავში ძალიან გამომივიდა და დიდი თავისუფლება, ჰარმონია და ბედნიერების განცდა მომიტანა. თუ დაგაინტერესდება, ჩემთვის ბედნიერება იქნება გირჩიო. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ეხლა ესეთი რაღაც გირჩიოთ, რადგანაც ადამიანმა ისევე როგორც კორტიზოლის გამოყოფის დროს მთელი სისხლი პერიფერიაზე მიდის და ამ დროს ცენტრთან შეხება აღარ აქვს და როგორც კი ცენტრს მოვშორდებით ზრდაზე და სიცოცხლის ხარისხზე, მოდი დავივიწყოთ ფიქრი. ამიტომ ელემენტარულად ის უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარ თავთან, ჩვენს ცენტრთან, ჩვენს წყაროსთან და სათავესთან დაკარგული რო გვაქვს კონტაქტი და სულ პერიფერიაზე ვართ, იმიტომ არის, რომ პერიფერიაზე სხვებიც პერიფერიაზე არიან ამოსული და ამ ადგილიდან ჩვენ ისტერიკის და ნეგატივის გარდა სხვა რეალობა აქ არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ცენტრს და სათავეს და მაგას ჯგუფურად ვერ გააკეთებ, ეგ უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურად საკუთარ თავში. და მე რაღაცნაირად მივხვდებით, როგორ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან. იმიტომ რომ თუ გაიხსენებთ ყველა სტრესულ მდგომარეობაში, ბავშვობაში ნებისმიერი დრამის გადატანის დროს და აუცილებელი არ არის ძალიან დიდი დრამა იყოს, თქვათ, სექსუალური შეურაცხყოფა ან ფიზიკური და ძლიერი ემოციური შეურაცხყოფა. ნებისმიერი პრობლემის დროს ბავშვი ირთვება თავდაცვის მექანიზმი და იცით რა ხდება, დრამა როგორ იქმნება, აუცილებლად იმ სიტუაციის გამო კი არა, როგორ აღიქვავს იმ სიტუაციას და ძირითადად იცით როგორ ხდება სტრესი ბავშვში. მისი გონება მაშინ რომ მისი ცენტრიდან პერიფერიაზე მიდის, გარეთ მიდის, სადაც ეძებს გამოსავალს. და გამოსავალს ბავშვი ვერ იპოვის ვერასდროს და რჩება გარეთ პერიფერიაში და საკუთარ თავთან კონტაქტს რო წყვეტავს, იმიტომ არის რომ ჩვენ სპონტანურად მოაზროვნე, მოსიყვარულე და ლაღი არსებები აღარა ვართ. ეგ რომ არ მოხდეს და ხვალე ჩვენს ოჯახურ დინამიურობაში შეიცვალოს ურთიერთობები, იმისთვის რომ დღეს გადავეწყოთ და დავიწყოთ სიყვარულის სკოლების გახსნა და იმ სიყვარულის მოდელზე გადაწყობა შიშიდან. ამიტომ პასუხისმგებლობა მართლა პირადად, ინდივიდუალურად ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ეხლა რომ აღარ გავაგრძელო და აღარ შეგაწყინოთ თავი, მე მინდა რომ პატარა მედიტაცია, გიდირებული მედიტაცია შემოგთავაზოთ, როგორ მოვახერხოთ საკუთარ ცენტრთან ისევ კავშირის აღდგენა. მე მინდა რომ პატარა ბევრს არის განსაკუთრებით ქალბატონებს, ჩემს მოსწავლეებს უყვართ ხოლმე მუსიკის ფონზე რასა ხდება და შევეცდები რომ ზოგს არ უყვარს მაღალი მუსიკა, ამიტომ შევეცდები უბრალოდ პატარა ფონი შევქნათ მუსიკის, ვისაც მოსწონს მისთვის სასიამოვნო იქნება, ვისაც არ მოსწონს მაღალი მუსიკა, შევეცდებით რომ არ გავაღიზიანოთ. ვინც მისმენს და აინტერესებს მედიტაციის სწავლა, საკუთარ ცენტრთან დაახლოვება,
უნდა გავითვალისწინოთ რაღაც პატარა დეტალები მედიტაციის დროს, რომელიც მნიშვნელოვანია. ყოველთვის შეეცადეთ ხოლმე, რომ სკამზე განსაკუთრებულად, თუნდა სავარძელი იყოს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, კიდეზე ჩამოჯექით იმისთვის, რომ თქვენი ხერხემალი რამდენადმე სწორედ იყოს. ძალიან გაიჭირმებით, მაგრამ რამდენადმე სწორედ რომ იყოს. შეგიძლიათ ხელები ფეხები არასოდეს არ გადაიჭვეარებინოთ, არც ხელები. ენერგია უნდა თავისუფლად იმოძრაოს. რადგანაც მოშვებული მდგომარეობა ადამიანში მაშინ ხდება, როცა თვალებს დავფუჭოთ, რა თქმა უნდა, სწორი იქნება, რომ თვალები დაფუჭოთ. ამ მედიტაციის დროს მნიშვნელობა არ აქვს ხელის გულების ზევით გექნებათ თუ თქვევით, თქვენ გადაწყვეტეთ, როგორც უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის. მე მინდა რომ რაღაცა სამი ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთოთ და დააფიქსირეთ სუნთქვის დროს. კიდევ ერთხელ შეამჩნიეთ, რომ თქვენში სიცოცხლე, სუნთქვა თავისით ხდება. ყველაფერი თავისით ხდება, სისხლიც თავისით მოძრაობს, ჩვენ იმაზე შრომა არ გვჭირდება. უბრალოდ ცენტრად ამ მომენტში თქვენ სუნთქვაზე გადაიტანეთ ყურადღება იმისთვის, რომ შიგნით შეატრიალოთ თქვენი ყურადღება. ადამიანის ყურადღება სადაც არის, მთელი სასიცოცხლო ენერგია იქ არის. ამ მომენტში, როცა სუნთქვას უყურებ, საკუთარ სუნთქვას როგორ ხდება სხეულში, ამ მომენტში საკუთარ თავთან კონტაქტში ხარ. და შეამჩნიეთ, რომ სუნთქვასთან ერთად ის რეალობაც არსებობს, როცა ადამიანი თვალებს დახუჭავს. მისთვის ობიექტური სამყარო, როგორც ესეთი ფორმის სამყარო, აღარ არსებობს. იქ არის მხოლოდ და მხოლოდ წვდეადი, ულიმიტო წვდეადი. ეხლა შეამჩნიეთ, რომ ამ წვდეადში, ამ უფორმო სამყაროში, ამ უფორმო რეალობაში ერთადერთი გამოცდილება, გარდა იმისა, რომ ჩემი ხმა გესმით და იცით, რომ მოსმენა ხდება თქვენში. თუნდაც ეს, შეამჩნიეთ, რომ ერთადერთი გამოცდილება, რომელიც არასდროს არ ქრება, არც ერთ ასაკში, არც ერთ მდგომარეობაში. მაგას სქესი არ სჭირდება და ეროვნება ან ენა. ერთადერთი გამოცდილება არის ყოველთვის მუდმივი. იმის გაცნობიერება, რომ მე ვარ. გაცნობიერებ ადგილი, საიდანაც ამ მომენტში თვალებ დახუჭულ მდგომარეობაში გაქვს მაგისი განცდა. მე არ ვიცი აქ სკამი დგას თუ არა ჩემს წინ, მე არ ვიცი ჩემს გარშემო რა ხდება, მე არ ვიცი ქარი ქრის თუ არა გარეთ. მაგრამ ერთადერთი გამოცდილება, რაც ყოველთვის მუდმივია და არასოდეს არც ქრება, არც ჩდება, არც იბადება, არც კვდება, არც იძინებს, არც იღვიძებს, ეს არის იმისი განცდა, რომ მე ვარ, როგორც ყოფიერება, იგრძენე. გაცნობიერე გამოცდილება. მაგას არ აქვს მნიშვნელობა 3 წლის იყავით, 5-ის, 10-ის, 15-ის, 50-ის, 60-ის. მე ვარ. მაგისი განცდა, მაგ გამოცდილების. სხეულს თავის შეგრძნებები აქვს და ის ყოველთვის ჩნდება და ქრება. თუნდაც სუნთქვა, რომელიც მუდმივად არის ორგანიზმში, სანამ იქ სიცოცხლეა,
ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვას შორის, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ყოველთვის არსებობს ისეთი ადგილი, მომენტი, სადაც სუნთქვა არ ხდება. თქვენ ისეთ გამოცდილებას ვერ მოიფიქრებთ, რომელიც მუდმივია. არ არსებობს მასეთი ფიქრები, რომელიც გაჩნდა და არასოდეს არ წავიდა. არ არსებობს ისეთი ემოცია, რომელიც გაჩნდა და არასოდეს არ შეიცვალა. არ არსებობს მოსაზრება, არ არსებობს არანაირი გამოცდილება, რომელიც დროებითი არ იყოს ერთადერთი, რაც მუდმივია. ეს არის ის გამოცდილება, რომ ზუსტად ვიცი, ამ მომენტში არ მჭირდება არავის კარნახი. მე ვარ. ეგ სიცოცხლეა, ყოფიერება. გთხოვთ, გადაიტანეთ მთელი თქვენი ყურადღება, საიდანაც ხდება ამისი გაცნობიერება, ამ გამოცდილების. ეგ არის თქვენი ნამდვილი მე, ნამდვილი და ბუნებრივი ერთადერთი, განუზომელი ულიმიტო, საიდანაც ყველაფერი ცნობიერდება, ნებისმიერი გამოცდილება. ეგ არის ერთადერთი ნამდვილი ცოდნა, რომელიც აიცვლება და არიან მილიონობით ადამიანი, რომლებიც არასოდეს არ აცნობიერებენ ამ ადგილს, საიდანაც ყველა გამოცდილების გაცნობიერება ხდება. და ეს არის ის ადგილი, რომელმაც იცის, რომ აცნობიერებს, აცნობიერებს, რომ აცნობიერებს. იცის, რომ იცის. იცის, რომ ცოცხალია და იქ სხვა რეალობა არ არსებობს. გთხოვთ, გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ამ ადგილზე, ამ ნაწილზე, ამ მეზე, რომელიც აცნობიერებს ამ მომენტში. მე ვარ. რომელიც აცნობიერებს, რომელში მოსმენის გამოცდილება ხდება, სადღაც ხათუნას ხმა და მუსიკის ხმა ისმის. მაშინ ხდება ეს გაცნობიერება და მაშინაც გაგიჩნდებათ დისტანცია ჟღერადობასა და იმ ადგილს შორის, საიდანაც ამისი აღქმა ხდება, ამისი შეცნობა ხდება, ამისი გაცნობიერება ხდება. ეხლა ჩემში ხდება მოსმენა, მოსმენის გამოცდილება. იმ ადგილიდან, საიდანაც ყველაფრის აღქმა ხდება, არის შესაძლებელი. მე ვარ. ეხლა მინდა რომ პატარა სავარჯიშო მოგცეთ. რამდენჯერაც თქვენში გაჩნდება შიში. ადამიანი, რომელიც თავის ინსტინქტებთან აბსოლუტურ იდენტიფიკაციაში გაჩნდება თუ არა, იქ მთლიანად ისტერიკა ხდება და არ ახსოვს იქ, რომ მას უმაღლესი ცნობიერება გააჩნია, საიდანაც თუნდაც ეს შიში ცნობიერდება. სხვანაირად შიშმა არ იცის, რომ შიშია. საჭიროა პატარა დისტანციის გაჩენა. რამდენჯერაც შიში გაჩნდება, თქვათ, გვეშინია კორონავირუსის, რომელიც არის რეალური საშიშროება. გთხოვთ ამ მომენტში, როცა თვალები გაქვთ დახუჭული, როცა თქვენს ცენტრთან ყველაზე ახლოს ახართ, გააცნობიერეთ ის ადგილი, საიდანაც აცნობიერებთ, რომ იქ შიში არსებობს ამ ვირუსთან დაკავშირებით. ეს მაშინა გააჩენს დისტანციას. ეხლა გააცნობიერეთ, საიდანაც აცნობიერებთ, რომ შენში შიში ხდება. აი იმ ადგილიდან, იმ წერტილიდან, იმ მეიდან, რომელიც ხედავს, რომ იქ შიში ამოიწია. თავად იმ ადგილში შიში თუ არსებობს, რაიმესი თუ ეშინია.
გაცნობიერება იმ რეალობაში შიში არ არის. იმ რეალობას დაავადება არ გააჩნია. იმ რეალობამ სიკვდილი არ იცის. თქვენ შეგიძლიათ რომ როდისმე ისეთი მომენტი გაიხსენოთ, სადაც იტყოდი რომ მე არ ვარსებობ, ან არ არსებული ვარ ახლა. სულ იცი რომ არსებობ, სულ იცი რომ იქ ხარ. თუნდაც ღრმა წილის დროს, საიდან იცი დილით როცა გეკითხებიან როგორ გეწინა კარგად, საიდან იცი თუ იქ არ არსებული იყავი, რომ საერთოდ ძილი მოხდა ან კარგად გეწინა. არის დარჩენილი ის ნაწილი, რომელსაც არასდროს არ ძინავს, რომელიც აცნობიერებს, რომ იქ ძილი მოხდა. ეგ ის ნაწილია, რომელიც აცნობიერებს, რომ შეიძლება ფიზიკური სხეულით დატოვოს სულმა, მაგრამ თავად არასდროს არ გვდება. ის მხოლოდ გამოცდილებას აცნობიერებს, ის მხოლოდ დამკვირვებელია, მხოლოდ ხედავს, იმისთვის არ არსებობს არც სიკვდილი, არც დაავადება, არც ვირუსი, არც შიში, არც ქაოსი. მისი თვისებებია იმ ცენტრის, იმ სათავის, რომელიც თქვენი ნამდვილი მეა. ის არის ჰარმონია, ის არის ნამდვილი მშვიდობა, ის არის ყოველთვის ცოცხალი. იქ არის ბედნიერება და სიხარული, რომელსაც მიზეზი არ სჭირდება. რამდენჯერაც სტრესი გაჩნდება, იმდენჯერ იმის მაგია, რომ გარეთ ეძებოთ პასუხი, გაიქეცი თავი შეაფარე შენს ცენტრს, იმ ადგილს, სადაც წვდიადია, ის რაც გული მიტოვა, ის სადაც შიში არ არსებობს, რომელსაც არასოდეს არ ეშინია, როგორ უნდა შეაშინო ის, რომელსაც ხელს ვერ შეახებ, ვერ დაჭრი, ვერ დაწვა, ვერ წალეკავ, ვერ დაამახინჯებ. თუ დაგავიწყდა, თუ მაინც და მაინც გარეთ მოგინდება მაგის მოძებნა, სივრცე შეხედე. ის შენ ხარ, შენი გარეგანი გამოხატულება, თუ მაგას გამოხატულება ჰქვია. გესმით, გენიოსობა და გენიალურობა, სამყაროს სიღმერთის. ის ნამდვილი არსი ფიზიკურშიც კი დაცულია. ეს არის მომენტი, როცა გესმის, რომ შიგნითასა და გარეთას შორის განსხვავება არ არის, არც საზღვრები არ არსებობს, ყველგან შენ ხარ, როცა შენს ცენტრთან და სათავესთან ახლოს ხარ. და იქ შრომა არ გჭირდება იმისთვის, რომ გესმოდეს რა არის ბედნიერება, განიცდიდე მაგას, ან რომ უნდა გიყვარდეს. გესმით, როცა არაფრის არ გვეშინია, როცა არავის არ ვეჯიბრებით, როცა არსად არ გვიჩქარება, როცა არაფრის მიღწევა არ გვინდა, თქვენ გესმით რა ადვილია იქიდან სიყვარული. და იმ სიყვარულიდან ყველაფრის მიღწევა და ყველაფრის გაკეთება უფრო გენიალურად შეიძლება. რამდენჯერაც სტრესი და შიში გაჩნდება თქვენში, თავი შეაფარეთ თქვენს ნამდვილ მეს, რომელიც შეგახსენებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს გამოცდილება არის იმისთვის, რომ შენს წყაროს და სათავეს დაუბრუნდე, აქ და ეხლა. და ის მაშინ გადმოგიყვანს აწყობიდან და აწყობაში ყველაფერი შესაძლებელია. აწყობაში ნამდვილი სიცოცხლე ხდება სპონტანულად, ბუნებრივად, თავისი გენიალურობით. მას არ სჭირდება მენტალური დანამატები, ბევრი ფიქრები. პირიქით მაგ დროს ფიქრი ჩაძირულია გულში და ბოლომდის ხდება ინტელექტუალურად და ემოციურად იმ გენიალურობის გაცნობიერება,
რაც ჩვენი წყაროდან და სათავედან მოდის და იღვრება ყველა განზომილებაში, ფორმაში. მე ვარ ამისი განცდა და აქედან გადმოხედვა, რომელიც არასდროს არ იცვლება, არ იძინებს, არ კვდება. გადაიტანეთ თქვენი სიმძიმის ცენტრი, თქვენი ყურადღება, თქვენი ენერგია, თქვენს ნამდვილი მეში, თქვენს ნამდვილი ნაწილში, საიდანაც ნებისმიერი გამოცდილების გაცნობიერება შეგიძლია და საკმარისია პატარა დისტანცია გაგიჩნდეს. იქ მაშინ აღდგება მშვიდობა. იქ მაშინ გაიხსენებ რომ რეალობაში სიცოცხლეს არასდროს არ უპირისპირდება, რომ სიცოცხლე არასოდეს არ წყდება, ეს არის ულიმიტო პროცესი და ჩვენ საშიშროება არ სადარგველოდება და თუ რაიმე გამოწვევა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ნამდვილ წყაროს და სათავეს, ჩვენს ნამდვილ მეს დაუბრუნდეთ და იმ ადგილიდან გავშალოთ შიგნიდან გარეთ. ის განუზომლობა, რასაც სიცოცხლეს ვეძახით და ის გამოვლინდება ხან სიტყვით, ხან ემოციით, ხან ჟესტით, ხან საქმით, ხან ფიქრით და ყველაფერი იქნება სუფთა, კრისტალურად ლამაზი, გონიერი, სიყვარულით სავსე. ჩასუნთქვა, ღრმა მოსუნთქვა. იმედია თქვენში აღდგა ბალანსი, მშვიდობის. გაიხსენეთ თქვენი ნამდვილი ბუნება. თქვენი ღვთიურობა, რომელსაც არაფერი არ ემუქრება არასდროს და ის შორს არ არის, ის გარეთ არ არის. გარეთ რაიმე რომ ვისწავლოთ, დისტანცია გვჭირდება, რომ რაღაც შევისწავლოთ, მაგრამ აქ მხოლოდ თვალების დახუჭვა და საკუთარ თავთან იმ წერტილში მისვლა სჭირდება, საიდანაც აცნობიერებ, რომ ხარ. გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნელ-ნელა საკუთარ თავზე დაიწყოთ მუშაობა და ეს სიტუაცია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გარემო პირობებმა კი არ დაგვანგრიოს, გარემო პირობებმა გაგვაძლიეროს ის, რაც არაკლავს გვაძლიერებს და საკუთარ ცენტრთან უკან გვაახლოვებს, უკან მივყავართ იქ, საიდანაც სიცოცხლე ყოველთვის ლამაზი და არაჩვეულებრივია. გთხოვთ ყოველ დღე სისტემატურად გააკეთეთ, თუ ვინმესთვის ეს სასიამოვნო და მისაღები იყო, მე დაგემშვიდობებით დროებით და მალევე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყველას.